გამარჯობა მეგობრებო. დღეს გიზიარებთ განსაკუთრებულ რეცეპტს, რომელიც არა მხოლოდ თქვენს ხელს, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასაც გააუმჯობესებს. ეს ნარევი შესანიშნავია იმუნიტეტის გასაძლიერებლად და განწყობის სასამაღლებლად, დღის ენერგიულად დაწყებისთვის. რა ინგრედიენტებით უნდა მოვამზადოთ? ესენია: ლიმონი, პორტოხალი, მანდარინი, სამივე კანიანად, ჯინჯერი და შავი წიწაკა. ყველაფერს შემდგომ ერთობლივად ვაბლენდერებთ. ახლა განვიხილოთ, რას აკეთებს თითოეული ინგრედიენტი და რატომ არის ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ლიმონი. ლიმონი მდიდარია C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით. C ვიტამინი იმუნიტეტს აძლიერებს და ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. ლიმონის კანი შეიცავს ლიმონენის ზეთს, რომელიც ამცირებს ანთებებს. ლიმონის სურნელი ხელს უწყობს სტრესის მოხსნას და ზრდის კონცენტრაციის უნარს. პორტოხალი. პორტოხალი ნამდვილი ვიტამინების ბომბია. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ახალი უჯრედების წარმოქმნისთვის. პორტოხლის კანის ანტიოქსიდანტები ეხმარება დეტოქსს. მისი სურნელი ამაღლებს განწყობას და ამცირებს შფოთვას. იცოდით, რომ პორტოხლის კანში 4-ჯერ მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე მის შიგთავსში. ასე რომ ნუ გადაყრით ის. გამოიყენეთ. ჯინჯერი ძლიერი ბუნებრივი წამალია სხეულისთვის. აჩქარებს საჭმლის მონელებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჯინჯეროლი ამცირებს ანთებასა და ტკივილს. ჯინჯეროლი ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს განწყობას და ენერგიას. საინტერესო ფაქტი: ჯინჯერი აღადგენს ტვინის ნერვულ უჯრედებს და ხელს უწყობს კრეატიულობას. შავი წიწაკა. გიგურს რატომ შევმატეთ ეს კომპონენტი? პიპერინი აძლიერებს საკვების ნივთიერებების შეწოვას. აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და ეხმარება კუჭ-ნაწლავის სისტემას ნორმალურად ფუნქციონირებაში. ხელს უწყობს სეროტონინისა და დოფამინის გამომუშავებას, რაც სტრესს ამცირებს და მეხსიერებას აუმჯობესებს. მანდარინი. მანდარინის სურნელი ბევრისთვის ბედნიერების სიმბოლოა. მისი კანი დეტოქსის პროცესს აჩერებს და კუჭ-ნაწლავის სისტემას ეხმარება. კალიუმი ხელს უწყობს გულის და ნერვების მუშაობას. მანდარინის არომატი ამშვიდებს ნერვებს და აუმჯობესებს განწყობას. წვენის საერთო სარგებელი. სტრესის შემცირება. ციტრუსების სურნელი და ჯინჯერის თვისებები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამშვიდებს გონებას, მეხსიერების გაუმჯობესება, ფოლიუმის მჟავა და პიპერინი ტვინის უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს. ენერგიის მომატება. დილით მიღებული ეს ნარევი დაგეხმარებათ დღის პროდუქტიულად გატარებაში. კრეატიულობის სიმულაცია. ციტრუსის არომატი და ჯინჯერი შთააგონებს ახალ იდეებს. როგორ მოვამზადოთ? თუ კი ეს პროდუქტი სოფლის არის, თამამად გარეცხეთ და მოიხმარეთ. მაგრამ თუ კი არ იცით რა პირობებში გამოიარა პროდუქტმა, შეგიძლიათ 10-15 წუთი სოდიან წყალში გააჩეროთ, ხოლო შემდგომ დარეცხოთ და მოიხმაროთ. საგულდაგულოდ დარეცხვის შემდგომ ინგრედიენტები უნდა დავჭრათ და მოვათავსოთ რაიმე ჭურჭელში. დაჭრილი ხილი დავაბლენდეროთ. დავამატოთ ცოტაოდენი წყალი, რათა კარგად გაიწუროს წვენი. შეგიძლიათ როგორც ყინულის კუბიკების, ასევე საკმაოდ სურნელოვანი და სასიამოვნო წვენის დამზადებაც. გამოიყენეთ ჩაიში ჩასაგდებად, ასევე თბილ წყალთან გასახსნელად. ის ბევრად უფრო სასიამოვნო და უსაფრთხო დასალევია კუჭისთვის. შეგვიძლია მივიღოთ დილით ან შუა დღეს, საკვების შემდეგ, რათა ვისაც სუსტი კუჭი აქვს, არ გაუხიზიანდეს. გაფრთხილება. მჟავე კომპონენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტი ცარიელ კუჭზე. ამიტომ უმჯობესია ეს ვიტამინები იკვების შემდეგ მივიღოთ. ეს ნარევი არ არის მხოლოდ სასმელი. ეს არის ცხოვრების ჯანსაღი სტილის ნაწილი. ის არა მარტო ყოველდღიური გამოყენებისთვის არის კარგი, განსაკუთრებით სასარგებლოა ვირუსების, გაციების ან სიცხის დროს. იმედია თქვენ მხოლოდ ფიზიკური სხეულისა და მენტალური ჯანმრთელობის გასახალისებლად დაგჭირდებათ. გიყვარდეთ საკუთარი თავი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, როგორც ხელზე, ასევე გონებაზე. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს. დატოვეთ კომენტარი, როგორ მოქმედებს ეს სასმელი თქვენზე. ასევე გამოიწერეთ და გააქტიურეთ არხის ღილაკი, რომ მენტალური ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო საინტერესო რჩევები მიიღოთ. დროებით.